თქვენ არ იქნებოდით იმ პოზიციაზე, რომელზეც ხართ, თუნდაც თქვენ არ იქნებოდით ჯოზეფ კეის წარმომადგენლების პრეს-კონფერენციაზე, არ გამართოთ არაერთ ბრიფინგს თუ აქციაში არ მიიღებთ მონაწილეობას, რომელიც უკავშირდება ტელეიმედის თემას. მოდით მაშინ ასე დავსვათ შეკითხვა. Ბუნებრივია თქვენი პასუხი წინასწარ ვიცი, რომ თქვენ იტყვით, რომ აქ არის პოლიტიკური პრობლემა და არა სამართლებრივი და უნდა გადაწყდეს პოლიტიკური გზით. არა. უკაცრავად, მაშინ როდის გიხდით? იმ ბრიფინგზე მივედი აბსოლუტურად დამიზნულად და რომ მომისმინა იმ ხარის არგუმენტაცია, იმიტომ რომ პოლიტიკური პოზიცია როცა გაქვს, ამ პოლიტიკურ პოზიციას მე ყოველთვის ესწრები, რომ უნდა გქონდეს ძალიან სერიოზული არგუმენტაცია და დასაბუთება ყველა მხრიდან. რა თქმა უნდა, თუ მიკითხებით ამ შემთხვევაში საქართველოში რომელი უფრო მთავარია და წამყვანია იმეთან მიმართებაში, ვიტყვი ნამდვილად რომ პოლიტიკური, მაგრამ მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივი მხარე ნაკლებია, ან მორალური მხარე ამისი ნაკლებია. მე შევისწავლე ის საქაღალდეთ ასე ვთქვათ, რომელიც იქ დაარიგეს ჯოზეფ კეის მხარემ, იმიტომ რომ ობიექტურად მაინტერესებდა მათ ჰქონდათ თუ არა რაიმე განსაკუთრებული არგუმენტაცია, ისევე როგორც თავის დროზე ძალიან მაინტერესებდა და ყველა ის არგუმენტაცია ჩემ დონეზე, ახლა მე იურისტი არა ვარ და შესაბამისად აბსოლუტურად ყველა ნიუანსში ცდომა შეიძლება არ შემეძლოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაგება არც ის შემიძლია და მე თავისუფლად ამამაც შემიძლია გითხრათ, რომ მეც კი მოვახერხებ იმ ადვოკატებთან პოლემიკას სამართლებრივ საკითხებზე, რა პოზიციებით მე მათგან მოვისმინე იმდენად სუსტი და საწინააღმდეგო ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებით საუბრობდნენ ისინი. აქ მათი პოზიცია არის საქართველოში მყარი, იმიტომ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ამ ყველაფრის საუბარზე მიღებული. ეს რომ პოლიტიკური იყო ნამდვილად გადაწყვეტილება, ამის ხალხაჩინო მაგალითები ყავს აქ ნონა ყანდიაშვილის სახით, ნინოს, მანანას და გიორგის სახით. ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, დღემდე აღმოჩნდნენ მსხვერპლი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა. ერთი საინტერესო მომენტი წამოსდა გუშინ რადიო უცნობში ადვოკატ ჯოზეფ კეის წარმომადგენელს, რომ მოგეხსენებათ, რომ მაშინ ძალიან სრული ვითარება შეიქმნა, სკანდალური ვითარება, პოლიტიკურად დაძაბული და ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყველასთვის მისაღები იყო ჯოზეფ კეია. ეს ყველა ვინ იყვნენ ამ შემთხვევაში სოციალი აღარ იყო, იმიტომ რომ მისი გარდაცვალების შემდგომ გადაფორმდა ასე ვთქვათ ეს აქციები და მორალურ მხარეს ეს ამძიმებს განსაკუთრებით რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში მისაღები ვისთვის იყო, ბუნებრივია, ალბათ უნდა ვკითხოთ, მაგრამ რომ არ ვკითხოთ, უნდა ვივარაუდოთ ვისთვის აღმოჩნდა ჯოზეფ კეი მისაღების და როცა ბადრი პატერკაშვილის მთელი ქონება იყო დაყადაღებული, საქმე იყო აღძრული მის მიმართ და ჯოზეფ კეი ბადრი პატერკაშვილის გარდაცვალების შემდგომ უკაცრავად ჩამოდის საქართველოში რეისით. მისი ოჯახის წევრები იმავე რეისით ბრუნდებიან, მიდიან ლონდონში. ჯოზეფ კეი რჩება და იმავე ღამეს ხსნიან იმედს ყადაღად, იმედს მხოლოდ და არა დანარჩენ ქონებას. იმავე ღამეს ხდება გადაფორმება ჯოზეფ კეიზე ამ ყველაფრის, აი ამ სკანდალური ტელეკომპანია იმედისა. მე ვფიქრობ, აქ ძალიან ბევრი არგუმენტი. თუმცა იმავე ბრიფინგზე თქვენს იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ ბადრი პატერკაშვილის ცხოვრებაში სიცოცხლის დროს იყო გადაწყვეტილი ტელეკომპანია იმედის მისთვის მიყიდვა და შემდეგ მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ყველაფერი უბრალოდ გაფორმდა. თქვენ არ გჯერათ ამის შემდეგ ბატონ გიას მინდა აუცილებლად კითხვიდან ჩახებულია ამ ისტორიაში. არ ვაკლებთ კიდევ ერთ მხარეს პოლიტიკურთან ერთად კრიმინალურს და მე მგონი ნონა დამეთანხმება ამაში. როდესაც აი ამ ტელეკომპანია იმედის საკითხები ხდებოდა, ბევრი კრიმინალური შემთხვევა მოხდა იმ პერიოდში, რამოდენიმე დღის განმავლობაში, რომელსაც ალბაზე არანაირი გამოძიება არ წარიმართა. აფეთქდა კომპანია სელფორდის ხელმძღვანელის მანქანა, რომელსაც იმავე დღეს შარდენზე მოხდა ეს და დაფიქსირებულია კამერებით. მე მგონი ის ადამიანი ჩანს კონკრეტულად ვინ ახორციელებს ამას და იმავე დღეს სელფორდის ხელმძღვანელს მიუვიდა წერილი კეის ადვოკატებისაგან, რომ მან გადასცეს აქციები სელფორდის კუთვნილი აქტივები გადასცეს ჯოზეფ კეის. ვიდეო ინტერნეშნალი, რომელსაც ჰქონდა ექსკლუზიური სარეკლამო კონტრაქტი გაფორმებული ტელეკომპანია იმედთან. მათთან მიდის ასევე ჯოზეფ კეის წარმომადგენელი და მის წარმომადგენელთან ამ ვიდეო ინტერნეშნალის და ეუბნება, რომ გაწყვიტოს სასწრაფოდ ეს კონტრაქტი, ის უარს ამბობს, იმიტომ რომ ის წამგებიანია, ბუნებრივია და იმავე ღამეს
გარაში იწვება ამ ადამიანის მანქანა და რაღაცა ხელნაკეთი იყუმბარები სივა ოფისის ხანჯრში შეგვიძლია ბევრი ისტორია მოვუყვეთ. ეს ყველაფერი არის ერთობლიობაში, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ოჯახური დავა, თან მოვისმინე. არა, ამ ყველაფრის მესაკუთრებს შორის დავა. და არ აპირებს ხელისუფლება ამას ჩარევას. როგორ ფიქრობ, როგორ უნდა გადაგდეს ხელისუფლება როგორც ჩაერია, ეხლა აღარ აპირებს ჩარევას, ეს რას ნიშნავს? ხელისუფლება ეხლა თუ გვეწყვიან იმას, რომ როგორ შეიძლება ჩავერიოთ სასამართლო გადაწყვეტილებაში, ხათაშორის ვერ გვეწყვიან ამასაც, იმიტომ რომ ჯოზეფ კეის 2 თვით მიეცა მხოლოდ ამ სამკვიდროს განკარგვის უფლება. 2 თვით. გასული არის ვარცხები 6-ან 7 წელი. და ქართული სასამართლო აღარ ცდილობს მიუხედავად იმისა, რომ ახალი გარემოებებია შექმნილი ამ საქმეში, რომ დაუბრუნდეს ამ თემას და ამ საკითხს. ანუ ვერც ამას ვერ გვეწყვიან ნამდვილად, თუმცა შეუძლიათ დაუბრუნდნენ და ისე გადაწყვეტონ, როგორც მანამდე. ანუ რა გზას ხედავთ თქვენ იმისათვის, რომ დაუბრუნდეს? მე ვფიქრობ, რომ არსებობს სამართლებრივი გზა, ოღონდ ქვეყნის გარეთ, დამოუკიდებელი ქვეყნების სასამართლოებში და არა სამწუხაროდ ქართულ სასამართლოში, და ვხედავ პოლიტიკურ გზას უკვე საქართველოში, ისევე როგორც ვთქვათ, ტელეკომპანია მაესტროს ცვის პოლიტიკური ნებით მოხდა ერთ შემთხვევაში არ მიცემა ლიცენზიის და მეორე შემთხვევაში უკვე ვითომ რაღაც განსხვავებული პირობების მიცემა, მე ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლება ასეთი რამ განხორციელდეს. მონაწილეობთ აქციაში, რომელიც 23 ნოემბერს იმედთან გაიმართება. იცით რა, ყველა აქციაში მონაწილეობდი და ყველა ღონისძიებაში, რაც კი იმედთან დაკავშირებით იმართებოდა. ერთადერთი მე ახლა შემიძლია ვთქვა, რომ თუ ეს მიიღებს პიკეტირების სახეს, მე არ მომიდევ ამაში მონაწილეობა, იმიტომ რომ იქ მაინც ჟურნალისტებთან გვაქვს საქმე და ვინც არ უნდა იყვნენ ისინი პიკეტირების ფორმით, ალბათ ამას ის გამოსა მაინც მართებული არის. ბატონო, აქვე უნდა ვთქვათ ალბათ, რომ პატარკაშვილის ქვრივის მუდმივად ცდილობს გაემიჯნოს აქციებს და პოლიტიკოსებს. თუმცა ეს თემა მაინც მის პოლიტიკას ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია ამ თემას ოპოზიცია ცდილობს, რომ იმედთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მოსასწრაფოდ ბატონო, გია თქვენ უფრო მეტად იცით დეტალები ამ საქმის. თქვენი არაერთი ინტერვიუდან არის ცნობილი, მაგრამ სანამ დაგისვათ შეკითხვას, მაინც მინდა დავიკითხო მოკლედ რაღაც ნაწილი ჯოზეფ კეის წარმომადგენლობის განცხადების, რომელიც ჩვენ ტელეკომპანიას გამოუგზავნეს მათ. ალბათ ჯობდა რომ მაინც თავის საკუთარ პოზიციაზე თვითონ ესაუბრათ, მაგრამ მაინც დავიკითხავთ ამჯერად. ჯოზეფ კეის წარმომადგენლობას მიაჩნია, რომ მიუხედავად ქალბატონ ნინა გუდავაძისა და ოჯახის სხვა წევრთა დეკლარირებული აპოლიტიკურობისა, ქალბატონ ნინა მიზანმიმართულად ცდილობს იმედის საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეზე გადატანას. ფიქრობთ, სიტუაციის პოლიტიზირება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ტელეკომპანია იმედის თაობაზე დაწყებული ნებათაღევის უფრო მეტ დამტოვებას ემსახურება. ანუ შემდეგ ისინი აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია კანონიერ საკუთრებაში არსებული მედია კომპანიის ხელისუფლების ოპოზიცია და სხვა ჯგუფების პოლიტიკური ვაჭრობის საგნად გადაქცევა და ასე შემდეგ, თუმცა მანამდე არის ასეთი ფაქტი მოყვანილი ჩვენ და გასაკვირად ტელერადიო დებატებში მონაწილეობაზე ქალბატონი ნინას ადვოკატები უარს აცხადებენ და ოპონირებას პოლიტიკოსები ითავსებენ. მაგალითად 19 ნოემბერს ტელეკომპანია კავკასიის გადაცემაში უცნობი კავკასია ბატონი ჯოზეფ კეის ადვოკატებთან საკამათოდ პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის მოწვევა შემოგთავაზეს. იმავე დღეს ზემოხსენებული ტელეკომპანიის პროგრამას სპექტში მონაწილე არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა შეურაცხყოფელი პირადების შემდეგ განაცხადეს, რომ ტელეკომპანია იმედის მფლობელობა არასამართლებრივი, არამედ პოლიტიკური საკითხია. ეს არის მათი პოზიცია, მე აქვე მინდა ვთქვა, რომ უცნობი კავკასია არ არის ეს ჩვენი გადაცემა, ეს არის რადიო უცნობის მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც გადის ჩვენს ეთერში, ჩვენ საერთოდ არ ვერევით მის შინაარსში, არც სტუმრების შემადგენლობაში და ისინი თვითონ წყვეტენ, ვის მიწვევენ ეთერში და ვის არა, ეს უბრალოდ ინფორმაციისთვის. ფორსები თქვენ სიყავით მიწვეული ამ გადაცემაში თუ არა? არა, ვარ პოლიტიკოსი და არ ვთვლი, რომ საერთოდ პოლიტიკური თემაა სინათლეებისათვის. რა არის ეს თემა თქვენი? ისეთი ჩემთვის ეს არ არის არც სამართლის თემა, არც პოლიტიკური თემა, მე ვფიქრობ ეს არის ზოგადად სამართლიანობის თემა, ეს ახალ ზოგადად მორალის, მეობის თემა. ეხლა გასაგებია ეს მე არ მესმის რა შეიძლება ემსახურებოდეს ადვოკატებს შორის ტელედებატები, ხო? ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ ადვოკატები სასამართლოში უნდა დადგენენ და თავისი არგუმენტაცია მოსამართლის წინაშე უნდა ტელეფორმატში, როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ იურიდიულ